ილუზია თითქოს ვიზო რეჟიმის მოხსნის შემთხვევაში უცებ აიღებ ვიზას აბსურდულია. ხუთილება დაზიანდება პაციენტი, რომელსაც ჭირდება დახმარება, რაც შეიძლება მალე. არის დიაგნოზი, როდესაც პაციენტი შეიძლება სრულად ეშველოს, მაგალითად თუ მივხედავთ ერთი კვირის განმავლობაში. არის სასწრაფო გადაუდებელი кейსები. ეს პაციენტები ყველანი რჩებიან, ასე ვთქვათ, გარეთ. არის თუ არა ალტერნატივა თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, გერმანიის ან საფრანგეთის. რაღაც მიმართულებაში კი, რაღაც მიმართულებაში კატასტროფა ხდება, რადგან თურქეთშიც ჩამოყალიბდა კორუფციული სქემები. თანხები არის გაბერილი, საკმაოდ დიდ თანხებს იხდის პაციენტი, პლუს კორუფციულ სქემაში ჩართვა ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არასაჭირო ანალიზები, არასაჭირო კვლევები, არასაჭირო დიაგნოზების დასმა ხდება ზედმეტად, რასაც გამონაკლისი შეიძლება ყველგან ხდებოდეს, მაგრამ ესაც ვერ ნახავთ ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან ძალიან მკაცრი რეგულაციები აქვს და ეგეთ რაღაც ფაქტორად წარმოუდგენელია. თურქეთში კლინიკაში, როდესაც მიდიხარ, ხშირ შემთხვევაში იხდი ქეშად თანხას, ანუ ხვდებით უკვე, რომ ეგ არ არის ოფიციალური კლინიკა ამ საქმეს აკეთებს ადმინისტრაციის გვერდის ავრით. ბევრი кейსი არის ესეთი, როდესაც პაციენტი ფინანსურად ვერ შეწყვეტა ევროკავშირის ქვეყნებს და წავიდა თურქეთში სამკურნალოდ და შედეგი არ იყო კარგი, არასწორი დიაგნოზი, როდესაც მერე მოხდა თანხის მობილიზება, გადაყვანა პაციენტის თურქეთიდან საფრანგეთში მაგალითად და დიაგნოზი იყო სრულიად აცდენილი.